თქვენ მე სულაც გაწაგება. სულათი, თქვენი ისტორია გვაინტერესებს. მე დიაკვანი არა ვარ და მგდელი არა ვარ. არა, მაგრამ უბრალოდ თქვენი შვილი არის ხო მე მოგდე? მესამთრე ვარ. ჩემი შვილი თბილისში დაამთავრა სასულიერო სემინარია, 6 შვილი გავს, მეუღლე. ცხოვრობთ. აი ქვენ სოფელი ამოიღეთ. ხო. ადრე ავსოფლეს ერქვა ევსტათ წმინდა. ეს მის სახელობისაც არის. ხო. იმ კაცს ერქვა აი ევსტათი. თუმცა გამოსათქმელო თულია. ჩვენ ქართველები ვეძახით ესტატის. წმინდა ესტატი. ეს ოჯახური ეკლესია შვილი. აი მარჯვენა მხარეს ხატიო. ხო. აი წმინდა ესტატი მეუღლე და შვილები. იგივე ხატია დაბრძანებული აი მარცხნივ. და ადრე სააკაძეს ეკუთვნოდა ეს მამულში? აი გარეთ აბრა არის. აი ხა თქვენ აქეთ ხომობდით. აი მაბრაზე წერია 1600 წლიდან ეს ეკლესია გიორგის საკათას მის შთამომავლების თარხან მოურავების საძვალე. ახლა ბევრი მეკითხება. სტუდენტები მოდიან. წმინდანები იყვნენ ნაქროარიან დასახლებულები. საკუთარი ეკლესია იყო, თავადები იყვნენ. სადაც ესენი მეომრები იყვნენ. სააკაძის მამული ახლოს არის აქა ციხეს იმაგრეს. სააკაძის კოშკი არის სოფელი არის ნოსტეიკეთ. სააკაძე ხო ნოსტელი არის. სააკაძე მე აი შემოიღდა. როგორ შეიძლება თქვა? მე მოღვაწეობდა. ომობდა და მეომარი კაცი იყო. აი გუშინა ერთი ისტორიკოსი ბრძანდებოდა და ხო. გიორგი სააკაძე წმინდანად არის შერიცხული. არა, შეიძლება. და აპირებელი თვალით. არ არის გამორიცხული. აქ შაბათ-კვირაობით იმართება მხოლოდ წირვალში რა? ბატონო? შაბათ-კვირაობით იმართება წირვალში. აი დღეს შაბათს 3 საათზე მომდანდება. ხვალ 9 საათზე წირვა. შაბათ-კვირა. სამოქალაქოს არის წმინდანსაც ხსენების დღე. მეუფე ჩამომდანდება. ეს საკათედრო ტაძარია სხვადასხვა. მეუფე იობი ხო? მეუფე ანდრია. გაიხარეთ. ჩვენ ვაკეთებთ გორის სამთავის ეპარქიას. ყოთახებში ნამყოფი ხართ, მამათა მონასტერში. აი ყოთახებით უნდა მოინახულოთ. არც მე ვარ ნამყოფი. ეხლა გავუახლებიეთ. ნუ ჩემმა მამამ განაახლა. ბატონო? ჩემმა მამამ განაახლა, მაქსოფლელი არის და მაკედან არის. რომელი მამა? მამა დავით ქრივიძე. ისა წინარეხიდან რა? ხო, ქოიცოვის ყოთახები არის. იქ წინარეხთან არის. ხო, კარგად ძანდება. კარგად ძანდება.